რომელიც არის გიორგი შარაბიძის და. ის მოსულია აქ იმისთვის თავის ადვოკატთან ერთად, ეხა მოგიყვებათ, ხდება ჩადებები თუ არ ხდება. ისმენთ ამნა. და ზუსტად 5 წუთის შემდეგ გიავოლსკის მოусმენთ, მანამდე ბატონ დავითთან. მინდა უპასუხო ქალბატონს, ჩემი ძმა გიორგი შარაბიძე დღეს იხდის სასჯელს და მინდა აღვნიშნო ის, რომ 29 მარტის მერე ის მშრალ შიმშილობას მე-6 დღეა შიმშილობს, ხო, როგორც ვიცი. იმიტომ რომ მან ვერ მიუხედავად ამდენი მტკიცებულებისა მის მიმართ გამომართლებელი განაჩენი არ დადგა მხოლოდ რატომ, იცით? მხოლოდ იმიტომ, რომ მაგ ქვეყნიდან ვერ გაასწრო და მისი დაჭერით, მისი უმცროსი ძმა აიძულეს, რომ ქვეყანა დაეტოვებინა. რას გულისხმობთ ქვეყნიდან ვერ გაასწრო, განმარტეთ თუ შეიძლება. 2016 წელს ცოტა შორიდან დავიწყებ, 2016 წელს წლის სექტემბრის თვეში წინა საარჩევნოდ იყო ასეთი ტენდენცია, რომ ყოფილ ასე ვთქვი მსჯავრდებულებს რატომღაც ქვეყნიდან უშვებდნენ, რომ რაიმე პროვოკაცია ან რაღაც მსგავსი არეულობა არ მომხდარიყო. შესაბამისად იყვნენ ჩემი ძმებიც ქვეყნიდან უკანონოდ გაძევებულები სექტემბრის უთხრათ მათ ხელისუფლებამ ძალოვანმა სტრუქტურებამ რომ დატოვეთ ქვეყანა, იმიტომ რომ თქვენი ხართ ყოფილი პატიმრები. იცით როგორ უთხრეს, რომ იცით რა არის ბიჭებო, იგეგმება მრავალი პროვოკაცია და იქნებ გაერიდოთ ცოტა ხნით აქაურობას არჩევნებამდე, მაგრამ დამთავრდა არჩევნები და ჩვენ ოჯახი ხვდებოდით, რომ ამ ბიჭების უკან დაბრუნებას არავინ არ აპირებდა და მიუხედავად ამისა ჩვენ წავედით სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ და 2017 წლის 14 იანვარს ბიჭები ჩამოვიყვანეთ თბილისში. ოღონდ მათ საზღვარზე ხვდება სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი და ამ ბიჭის თანხლებით ისინი შემოვიდნენ ქვეყანაში. გისვავთ კითხვას. მანახეთ კანონში ადგილი, სადაც ვინმეს აქვს უფლება საქართველოს მოქალაქე გააძევოს ქვეყნიდან. ან შეუზღუდოს ქვეყანაში შემოსვლის უფლება. არა აქვს. ესე იგი თქვენ ადასტურებთ იმ ფაქტს, რომ პოლიციის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ დაეტოვებინა საზღვარი, რომ იგეგმებოდა რაღაცა მცირედი პროვოკაციები, მაგრამ არჩევნებამდე და ეხლა რა მოხდა, რატომ დაიჭირეს? და გეტყვით, 2017 წელს 14 იანვარს რო ჩამოვიდნენ ბიჭები, შესაბამისად შეიტყო ალბათ ამ სამსახურებმა მათი ჩამოსვლის ამბავი და ზუსტად ერთი თვის თავზე ჩვენთან ყოველგვარი ჩხრეკის განჩინების გარეშე შემოდის ბრჭყალებით ჩხრეკა ჩაატარეს სახლში, მხოლოდ იმისთვის, რომ არჩილ შარაბიძე ჩაიყვანათ განყოფილებაში და მას უთხრეს ასეთი რამ, რომ ბიჭო, თქვენ როგორ გაბედეთ და ვის კითხეთ, რომ ქვეყანაში ჩამოხვედით და ბიჭის ლეგიტიმური კითხვა იყო, რა დავაშავე? აი რის გამო თქვენს ოჯახში ხომ არ ჩამოვედიო ბიჭმა კითხა? და რა მოხდა მერე? ზუსტად ერთ კვირას გაძლევთო უთხრეს, რომ ქვეყანა ისევ დატოვო. ვინ უთხრათ ამნა ეს იყო ვაკე საბურთალოს სამმართველოდან იყო. პოლიცია. დიახ, პოლიცია. და რა მოხდა მერე? ზუსტად ერთი კვირის და რა თქმა უნდა შეეწინააღმდეგე ბიჭები, რომ თქვენ ახლა რამდენი მოინდომებთ ხალხის ქუჩაში გაყრას, იმდენი ჩვენ ვერ წავალთ, იმიტომ რომ არ გამოაჩნია საშუალება, ოჯახს არ გააჩნია საშუალება ბიჭი შეინახოს უცხო ქვეყანაში. რო უშვებ, რატო უშვებ? ესე იგი უნდა მოიპაროს იმ ადამიანმა იქ. ვერ გავიგე, გაუგებარია ჩემთვის. და აი ზუსტად ეს გახდა მოტივი ამ ყველაფრის, რომ ისინი დარჩნენ შეურაცხყოფილები პოლიციის თანამშრომლები, როგორ მათ არ კითხეთ და ქვეყანაში ჩამოვიყვანეთ ბიჭები. აი ზუსტად ეს გახდა ამ ზეწოლის მიზეზი და ერთი კვირის ვადა, როგორც კი ამოიწურა, მეორე დღეს ზუსტად 2017 წლის 7 მარტს სტომატოლოგთან ვიზიტზე გასულ გიორგი შარაბიძეს მეორე ძმას, უფროს ძმას აედევნა 4 პოლიციელი და გიორგის დაჭერით უმცროსი ძმა არჩილ შარაბიძე აიძულებს იმავე საღამოს ქალბატონი მარინას თანხლებით, ჩვენი ადვოკატის თანხლებით დაეტოვებინა ქვეყანა. ეს მოხდა დაახლოებით მან დატოვა ქვეყანა და მეორე ძმა ეხა ზის ციხეში და შიმშილ. კი, და ჩაუდეს. მას ჩაუდეს წამალ. ადვოკატს მიეცით, კი ბატონო, ბძანეთ და შემდეგ გიავოლსკი. ჩაუდეს არის პირობითად. მას თვალითაც არ უნახავს ნარკოტიკული საშუალება. ეს გაფორმდა მხოლოდ ოქმში. გავიგეთ, ადვოკატს მიეცით თუ შეიძლება. დიანა, მიიღეთ და გიავოლსკი ზუსტად 3 წუთში ჩვენთან ხაზზე იქნება. რა სიტყვით ამაზე? აი არ ხდება უჩადება. არა, მე მესმის. არა,
რა თქმა უნდა, მე ისეთი თავისწილება არ შეგექმნა თქვენ, რომ მე აი ჯერ ერთი არც ვარ უფლებამოსილი ყველა მთავრობის დროს გიწევდებოდა უბრალოდ არიცია ყველაფერი. ზუსტად იმ პერიოდიდან მოყოლებული მოდიან. კარგი დრო არ გვაქვს ჩვენ ბევრი პრობლემა. რაში? ხო, ამიტომ მე უნდობლობა როგორ დავამარცხო. პოლიტიკა არ უნდა ხორციელდებოდეს დღეს. შეფარდებითია, რა თქმა უნდა, უფრო მაშინ უფრო მეტი იყო, რა თქმა უნდა, მაშინ უფრო მეტი უსამართლობა, განუკითხაობა. ის იყო და 9 წელი მელაპარაკებდა რაღაც ისეც რო გააკეთებდა რომ შევარდნაძის დროს გაიხსენე რატო იღებ ხმას ეს არის და 9 წელი გაიხსენე ის რაც გიკეთებდა არ დამთავრდა. კარგით. კარგით ადვოკატს ვაძლევ 2 წუთი გვაქვს უნდა ჩაეტიოთ და გია ვოლსკი და შემდეგ ბატონინდათო და მოტივაცია თუ რას ნანკას ვიდეოთი უნდა დავასრულოთ. და ბოლოს ის შედეგი დადგა რომ გიორგი შარაბიძის დაკავება მოხდა უამრავი პროცესუალური დარღვევი დეტალებზე არც გვაქვს დრო რომ ვისაუბროთ ფაქტი არის ის რომ ჩადების ფაქტი ნამდვილად დადასტურდა გამომდინარე საქმეში არსებული მტკიცებულებებით. აბსოლუტურად ყველასთვის გვაქვს მიმართული თუ კი სადმე შეიძლებოდა მიმართა. დაწყებული უშუალოდ მეშვიდე განყოფილების უფროსიდან, სამმართველოდან, პროკურატურიდან, მთავარი პროკურატურიდან, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტიდან და მათ შორის ახალ დამცველი საბჭოში. აბსოლუტურად სხვათა შორის პატიმა ესა დაკავებული პირი ისე გააქრეს 4 საათის განმავლობაში სანამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციას არ მიმართე მანამდე მთელი პოლიცია ნარკოლოგიურები შემოვიდა ფაქტობრივად ადამიანი იყო გაქრობილი, არ ვიცოდით სად იყო. შესაბამისად ამის უფლება მათ არ ჰქონდათ. ყველაზე მთავარი და ქალბატონმა ინგამ დასვა ესეთი კითხვა, ანუ წინა საქმესთან დაკავშირებით და ვიტყვი, რაშია საქმე, რატომ არ აქვს ხალხს სანდოობის კუთხით მაღალი ლეგიტიმაცია პოლიციელების მიმართ. იქედან გამომდინარე, რომ ფაქტები და რეალობა მეტყველებს აბსოლუტურად სხვა რაღაცაზე. როდესაც საქმეში გიდევს კონკრეტულად გიორგი შარაბიძის საქმეში, 2 შენივე დანიშნული სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნები, ქიმიური, ბიოლოგიური, გენეტიკური დასკვნა და არ დასტურდება ამ ადამიანის ბრალეულობა, ანუ უდანაშაულობის მტკიცებულება გაგაჩნია საქმეში. არსებობს სხვა მოწმეთა ჩვენებები, თვითმხილველი მოწმეების, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ბრალდების ხარის მტკიცებულებებთან და აბსოლუტურად განსხვავებულია, ბუნებრივია გიჩნდება. მე-6 დღეა ეს ადამიანი შიმში. ერთ ფრაზას ვიტყვი. ძალიან მოკლედ ჩვენი ქრონომეტრაჟი გაწერილი გვაქვს. თუ ბრალდების მხარეს აქვს კონტრარგუმენტი და ადვოკატი თხოვს, მოგმართავს, რომ დამიმტკიცებ სასამართლო პროცესს და ვერ მიმტკიცებ, ნუ ეხლა რაზე ვსაუბრობ. დიდი მადლობა ბატონო დათო, თქვენთან გადმოვდივარ შეკითხვით და ჩემი ბოლოს სტუმარი იქნება უკვე სახელისუფლებო გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი, დავით ოტიაშვილი, ნარკოპოლიტიკის